ადამიანების უმეტესობას ჰყავს დედმამიშვილი. მეტიც, აშშ-ში ბავშვები დღეს უფრო ხშირად ძმასთან ან დასთან ერთად იზრდებიან, ვიდრე მამასთან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სოციალური მეცნიერი ატარებს კვლევებს სკოლების და აღზრდის გავლენის შესახებ, მცირე ყურადღება ეთმობა ისეთ ურთიერთობას, რომელიც შესაძლოა ბევრ მნიშვნელოვან შედეგს განაპირობებდეს. რა ვიცით დაძმობაზე ან დაბადების თანმიმდევრობაზე? რატომ აქვთ ერთი ოჯახის ბავშვებს სრულიად განსხვავებული ხასიათები? მოდი ჩვენი ანალიზი დასავლეთის ისტორიაში ორი ყველაზე ცნობილი ძმის ტრაგიკული ისტორიის გახსენებით დავიწყოთ. იყო ერთი ბიჭი, სახელად კაენი, რომელიც ორივე მშობლისგან დიდ სიყვარულსა და ყურადღებას იღებდა. ბიჭი მხოლოდ ერთ სამყაროს იცნობდა და თვითონ ამ სამყაროს ცენტრში იყო. გარშემო ყველა მასზე ზრუნავდა და სხვა არაფერზე. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც დედამისს მეორე შვილი, აბელი შეეძინა. კაენს უნდა გაეგო, რომ მის მშობლებს ყურადღება ახლა მასა და მის ძმას შორის უნდა გადაენაწილებინათ. ეს იყო მოვლენა, რომლის მიღებისთვისაც ის მზად არ იყო. ამიტომ თავისი პატარა ძმის მიმართ უფრო და უფრო მეტად შურიანი გახდა და ზოგჯერ მასზე ძალადობდა კიდეც. კაენისთვის, როგორც პირველი შვილისთვის, მამამისი სამაგალითო იყო. თავად მამამაც ბიჭი გარკვეული მოლოდინებით გაზარდა. ამიტომ კაენისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო, რომ მამამისი ახლა მისი პატარა ძმის მიმართ ამდენს ზრუნავდა. აბელისთვის კი მისაბაც მაგალითს თავისი ძმა წარმოადგენდა. არც მას ჰქონდა საქმე ადვილად, მაგრამ კაენისგან განსხვავებით, აბელს სხვანაირი ცხოვრება არ გამოუცდია. ბიჭები იზრდებოდნენ. კაენმა ძლიერი პასუხისმგებლობის შეგრძნება შეიძინა და ტრადიციის მიხედვით ოჯახის მეურნეობას გაუძღვა. აბელმა, რომელსაც არ ჰქონდა ვალდებულებები, გადაწყვიტა მწყემსი გამხდარიყო. კაენს შურდა თავისი ახალგაზრდა ძმის ავტონომიის, რადგან სამეურნეო ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდებოდა. ერთ დღეს, როდესაც ძმებმა მამისთვის საჩუქრის გაკეთება მოინდომეს, კაენმა მხოლოდ რამდენიმე დამჭკნარი ბალახი მიიტანა. აბელმა, რომელიც თავის როლს კარგად მოერგო, ცხვარი მოიყვანა. როდესაც მამამ აბელს გულუხვობის გამო მადლობა გადაუხადა, კაენს სირცხვილმა შეაწუხა. ერთ ღამეში მისი სირცხვილი უდიდეს სიძულვილად იქცა. შემდეგ დღეს კი მან საკუთარი ძმა მოკლა. დედმამიშვილების კვლევის სფეროში პირველი დიდი წვლილი ავსტრიელმა ფსიქიატრმა ალფრედ ადლერმა შეიტანა. მას ეკუთვნის ინდივიდუალური ფსიქოლოგიის თეორია. ადლერი ფიქრობდა, რომ ადამიანის ქცევის მთავარი მოტივი არის ძალაუფლების სურვილი, ნაწილობრივ ჩვენი არასრულფასოვნების კომპენსაციის მიზნით. ამიტომ დედმამიშვილების დინამიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ოჯახური ცხოვრების და პიროვნების განვითარების პროცესში. ადლერი თვლიდა, რომ ბავშვები, რომლებიც ერთ ოჯახში იზრდებიან, სხვადასხვა გამოცდილებას იღებენ. კერძოდ, ოჯახური რესურსებისთვის დედმამიშვილების კონკურენცია გავლენას ახდენს პიროვნების განვითარებაზე. კონკურენციის შემცირების მიზნით, და-ძმები ერთმანეთისგან განსხვავებულ თვისებებს ავითარებენ და სხვადასხვა ინტერესებს ირჩევენ. როდესაც დედმამიშვილები თავიანთ ადგილს ვერ პოულობენ, მათი ურთიერთობა შეიძლება დაზარალდეს. ძმებ კელოგებს ერთმანეთის ზულდათ და სასამართლოში ერთმანეთს ებრძოდნენ იმაზე, თუ ვინ გამოიგონა კორნფლეიქსი. დასლერები იბრძოდნენ ბიზნესისთვის. ერთმა ადიდასი შექმნა, მეორემ კი პუმა დააარსა. თუმცა ბევრ დედმამიშვილს ერთმანეთი ყველაზე უფრო მეტად უყვარს. რა ვიცით და-ძმების შესახებ? აი 6 რამ, რასაც მეცნიერება სიმართლედ მიიჩნევს. პირველ შობილები და დედისერთა ბავშვები მამას ან დედას მაგალითად მოიაზრებენ. მათსა და მშობლებს შორის ფსიქიკური და ფიზიკური განვითარების სხვაობა შესაძლოა იმის მიზეზი იყოს, რომ მათ საშუალოდ უფრო მაღალი IQ აქვთ. მშობლები, როგორც წესი, უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ პირველ შვილს და ხშირად უფრო მაღალ მოლოდინებსაც ამყარებენ მასზე. თუ ისინი ამ მოლოდინებს ვერ გაამართლებენ, შეიძლება თავი არასრულფასოვნად იგრძნონ. თუმცა საშუალოდ, როგორც ჩანს, ისინი თავიანთი ვითარებიდან სარგებელს იღებენ. უმცროსი დედმამიშვილების განვითარებაზე უფროს და-ძმებს დიდი გავლენა აქვთ. მათ განვითარების უფრო მცირე შუალედი აქვთ გადასალახი. მათ შეიძლება იგრძნონ, რომ ნაკლები აქვთ დასამტკიცებელი. თუმცა მშობლების ყურადღების ნაკლებობის გამო, მათ უფრო ხშირად უვითარდებათ სოციალური შფოთვა. საშუალოდ ძმებს შორის ურთიერთობებში უფრო ხშირია დაპირისპირებები, ხოლო დებს უფრო ახლო ურთიერთობა აქვთ. დედმამიშვილები უფრო მეტ დროს ატარებენ ერთად, ვიდრე მშობლებთან. უმცროსი დედმამიშვილები ორჯერ მეტხანსაც. ბავშვები, რომლებსაც და ან ძმა ჰყავთ, ფიზიკურად უფრო აქტიურები არიან და ნაკლებად აწუხებთ ჭარბი წონა. ისინი ხშირად უფრო ბედნიერებიც არიან.
ზოგიერთი კვლევა გვეუბნება, რომ ისინი უფრო სწრაფად ავითარებენ სოციალურ უნარებს, ვიდრე დედისერთა ბავშვები. თუმცა ამაზე კვლევების შედეგად კონსენსუსი ჯერ არ არსებობს. დედმამიშვილებს შორის კავშირი დიდწილად კარგად ყოფნას განსაზღვრავს. ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანიც კია, ვიდრე მშობელთან კავშირი. ეს ასევე ნიშნავს, რომ თუ ერთი მეორეს ჩაგრავს, ამან შესაძლოა მათზე მთელი ცხოვრება იმოქმედოს. შვედეთის ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც 80 წლის ასაკის ადამიანებზე ჩატარდა, აღმოჩნდა, რომ მეგობრებთან სიახლოვემ ცხოვრებისეულ კმაყოფილებაში მცირე წვლილი შეიტანა, თუმცა და-ძმასთან სიახლოვემ ძალიან დიდი. მათთვის, ვისაც დასთან ან ძმასთან რთული ურთიერთობა აქვს, ადლერმა შემდეგი რჩევა დატოვა. რთულად შესაწყობ ადამიანებთან ურთიერთობის მარტივი წესია გაიხსენო, რომ ეს ადამიანი ცდილობს საკუთარი უპირატესობა წარმოაჩინოს. სწორედ ამ გადმოსახედიდან უნდა იურთიერთო ამ ადამიანთან.